ბანკის დახთან ვიჭექი. ვადაგასული დეპოზიტის გასატანად წავედი და სანამ თანამშრომელი დოკუმენტებს ამოწმებდა, 1 წუთით მომიცია ლოდინი. უაზროდ ამოვიღე ტელეფონი. არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული უნდა მენახა, არამედ ხელი თავისით მოძრაობდა ჩვევის გამო. როდესაც ზარების ისტორიას ვათვალიერებდი, ხელი გაჩერდა. დავინახე ჩემი შვილის სახელი. 3 თვის წინ. სწორედ მაშინ გავაცნობიერე. ჩვენს შორის არაფერი მომხდარა იმაზე მეტხანს, ვიდრე მეგონა. ტექსტური შეტყობინებები იგივე ამბავი იყო. ერთხელ სადღესასწაულო მილოცვა. 1-2 სიტყვა რაღაც საკითხზე. სულ ეს იყო. ქალბატონო, თქვენი დოკუმენტები მზადაა. თანამშრომლის ხმამ რეალობაში დამაბრუნა. ავხედე, გავუღიმე და ვუპასუხე, რომ კარგად ვიყავი. მაგრამ შინაგანად სხვა აზრი მიტრიალებდა. რას ვიზამ ამ ფულით? არავის ვაძლევ. ალბათ აღარც არაფერში დამჭირდება ჩემი შვილის დახმარება. როდესაც ბანკიდან გამოვედი, ფეხები მიკანკალებდა. რაც მაშინებდა ჩემს ანგარიშზე არსებული ბალანსი არ იყო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აზრმა გამიელვა. ვის შემეძლო ამ ამბის მოყოლა? არა ჩემს რძალს. არა ჩემს მეგობრებს, ძალიან შემრცხვებოდა. და რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩემს შვილს არა. ეს კიდევ უფრო შეუძლებელი იყო. სახლისკენ მიმავალ გზაზე უცებ გავაცნობიერე. როდის გავხდი ასეთი მარტოსული? როდის შევწყვიტე ვინმე, ვისთანაც გული გამიზიარებდი? როდესაც ეს აზრი ჩამეღვარა, გულში რაღაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს იშლებოდა. როდესაც სახლში შევედი და ფეხსაცმელი გავიხადე, გავიფიქრე, რა დავაშავე? ძალიან მადარდებდა? თუ ძალიან ჩუმად ვიყავი? პასუხი არ მოსულა, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო, არ მივეჯაჯვე. სასოწარკვეთილად არ გავჩერებულ ვარ. უბრალოდ ველოდი. მაგრამ რატომ ვარ ასეთი მარტოსული? რატომ გრძნობ თავს ასე ცარიელი გულის ამ კუთხეში? ტელეფონი სასადილო მაგიდაზე დავდე. ეკრანი ჩაქრა. შეტყობინებები არ იყო. იმ მომენტში მივხვდი. ეს 1 ან 2 დღის პრობლემა არ არის. ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. და სადღაც ჩემი გულმკერდის სიღრმიდან რაღაც ჩუმად დაიწყო ჩავარდნა. თუ დღევანდელი თემა მოგეწონათ, გთხოვთ, გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ მოწონების ღილაკს. მე დავბრუნდები თბილი ისტორიებით, რომლებიც თქვენს გულს მცირე ნუგეშს მოგიტანთ. ამიერიდან ნელ-ნელა ვიხსენებ, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. როგორ მივედი ამ ეტაპამდე? რა შეიცვალა? და როგორ უნდა ვიცხოვრო მომავალში? თქვენს გაქვთ ურთიერთობა, რომელიც დაშორდა არა იმიტომ, რომ არ დაუკავშირდით, არამედ იმიტომ, რომ ელოდით. გასულ წელს ვიხსენებ. ნელ-ნელა ვიხსენებდი გასულ წელს. მახსენდებოდა ის დღეები, როდესაც ჩემს შვილს ვურეკავდი. როდესაც ამაზე ვფიქრობდი, ყოველთვის პირველ ადგილზე მე ვიყავი. როგორ ხარ ამ ბოლო დროს? სწორად იკვებები? სამსახურიდან კარგად ხარ? მე ვსვამდი კითხვებს. მე ვიყავი ის, ვინც საუბარს აგრძელებდა. ჩემი შვილის პასუხები მოკლე იყო. კი, კარგად, კარგად. დაკავებული ვარ. შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა. თუ ხმას აღარ ამოვიღებდი, ატმოსფერო ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ყველაფერი აქ დამთავრდებოდა. ამიტომ ისევ ვკითხავდი. ამ შაბათ კვირას დრო გაქვს? ჯანმრთელობა კარგად გაქვს? ცოლი კარგადაა, სასოწარკვეთილად ვცდილობდი საუბრის გაგრძელებას, თუნდაც იძულებით მეჩვენებოდა. ზარებს ყოველთვის ჩემი შვილი წყვეტდა. დედა, ახლა ცოტა დაკავებული ვარ. შეხვედრაზე უნდა წავიდე. მანქანით მივდივარ, საშიშია. ყოველჯერზე სწრაფად ვასრულებდი ჩემს ნათქვამს. კარგი, ბოდიში რომ გაწუხებ, როცა დაკავებული ხარ. ფრთხილად იყავი. ტელეფონის დადების შემდეგ სიცარიელეს გრძნობდი. კიდევ ბევრი რამ მინდოდა მეკითხა, მაგრამ ვერ ვახერხებდი მის შეკავებას. თვეში დაახლოებით ერთხელ ვუგზავნიდი ტექსტურ შეტყობინებას. არც ისე დიდ ხანს, არც ისე დამღლელი, უბრალოდ მარტივი შემოწმება. თეცივია, ფრთხილად იყავი, რომ არ გაცივდე. კარგად ხარ არდადეგების შემდეგ? როგორ ხარ ბოლო დროს? პასუხები დაგვიანებით მოდიოდა. ხანდახან 2 დღის შემდეგ, ხანდახან 1 კვირის შემდეგ. კი. შენც, დედა. კარგად ვარ. ახლახან ვნახე ეს, დაკავებული ვიყავი, სულ ეს იყო. ჩემს რძალთან კიდევ უფრო ფრთხილი ვიყავი. ვნერვიულობდი, რომ შეიძლება მისთვის ტვირთი არ მიმეყენებინა, ვნერვიულობდი, რომ ჩავერიე, ამიტომ პირველი არ ვუკავშირდებოდი. მხოლოდ დღესასწაულებზე ან დაბადების დღეებზე ვუგზავნიდი მოკლე მოკითხვას.
Te მიხედე შენს ჯანმრთელობას. Ყოველთვის გმადლობ. ჩემი რძალიც მოკლედ პასუხობდა. დიახ, შენც, დედა. ამით ყველაფერი მთავრდებოდა. ხანდახან ვფიქრობდი, თუ არ დავუკავშირდები, ჩემი შვილი პირველი დამირეკავს, ჩემი რძალ მაინც მკითხავს, როგორ ვარ, მაგრამ არ მინდოდა ამის დადასტურება. თუ დავადასტურებდი, მეგონა, რომ პასუხს მეწოდინებოდა და ამ პასუხის მეშინოდა. ამიტომ ისევ პირველი დავურეკე. რადგან პირველი დარეკვა ნაკლებად მარტოსული იყო, ვიდრე ლოდინი. არსებობს ჰარვარდის კვლევითი ჯგუფის კვლევა, რომელიც აანალიზებს საშუალო ასაკის მშობლებსა და მათ ზრდასრულ შვილებს შორის ურთიერთობას 30 წლის განმავლობაში. გასაკვირია, რომ კონტაქტის 70 იგი მშობლების მიერ იყო ინიცირებული და შემთხვევათა მხოლოდ 30-ში ბავშვები იყენებდნენ პირველებს. კიდევ უფრო მრავლის მთქმელი ის არის, რომ ბავშვების მიერ პირველი განხორციელებული ზარების 80 იმაშინ განხორციელდა, როდესაც რაღაც სჭირდებოდათ. მხოლოდ 20 იყო მხოლოდ რეგისტრაციისთვის. როდესაც პირველად ვნახე ეს ციფრები, ყელში ბურთივით ვიგრძენი. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის. ბევრი მშობელი ასე ცხოვრობს. ამავდროულად მწარედ ვიგრძენი თავი. თუ ეს ნორმალური რეალობაა, პირველ რიგში მე უნდა მივმართო. რამდენ ხანს უნდა ვიცხოვრო, როგორც ის, ვინც ელოდება, იმ ღამეს ვერ დავიძინე. ჯერს მივშტერებოდი და ვფიქრობდი, რა დავაშავე? ძალიან ხშირად დავუკავშირდი და დავამძიმე? თუ ძალიან იშვიათად დავუკავშირდი და ვაფიქრებინე, რომ არ ვიყავი დაინტერესებული? როგორც ჩანს, პრობლემა არც ერთი არ იყო. პრობლემა სიხშირეში არ იყო. პრობლემა მიმართულებაში იყო. ინტერესი მხოლოდ ერთი მხრიდან მოდიოდა. ეს იყო პრობლემა. დღესასწაულის მოგონება. გასული მთვარის ახალი წელი გამახსენდა. დილის 5 საათზე გამეღვიძა და საყიდლებზე წავედი. როგორც კი ბაზარი გაიხსნა, შიგნით შევედი და კარგი ხორცი, ბოსტნეული შევარჩიე და ხილი ყუთებით ვიყიდე. საყიდლების ურიკა იმდენად მძიმე იყო, რომ ზურგი მტკიოდა, მაგრამ არა უშავს. ეს ის დღე იყო, როცა ჩემი შვილის ოჯახი ჩამოდიოდა. სახლში მოვედი და მაშინვე საჭმლის მომზადება დავიწყე. ბლინები, შეზავებული ბოსტნეული, მოხარშული წვნიანი, მარინირებული ხორცი და დაჭრილი ხილი ლამაზად გავაწყვე. საათს რომ დავხედე, დილის 11 საათი იყო. ერთხელ გავიჭიმე ზურგი და ისევ ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. ხელები დახეთქილი მქონდა, მაგრამ წყლის დაზოგვის მიზნით სწრაფად ვრეცხავდი. ბენზინის გადასახადების დაზოგვის მიზნით ცივი წყლით რეცხვა ჩვევად მეკცა. შუადღისას ჩემი შვილის ოჯახი მოვიდა. დედა, მოვედით. პირველი ჩემმა რძალმა მომესალმა. თბილად მივესალმე. მოვედით. მოძრაობა ნორმალური იყო. ბავშვებო, მომესალმეთ. ბავშვებმა თავი დამიქნია და მე წინასწარ მომზადებული ახალი წლის ფული მივეცი. ახალი ანგარიშები, უხვად შევსებული კონვერტები. სადილის დრო დადგა. მაგიდა გავშალე და ყველა მის გარშემო დაჯდა. ბევრი ჯამეთ, ვუთხარი. ჩემმა შვილმა და რძალმა თავი დაუქნიეს და ჯამა დაიწყეს. დიდად არ საუბრობდნენ. ხანდახან ბავშვების სკოლაზე ან სამსახურზე საუბრობდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა ვკითხე, პასუხობდნენ და როცა შევწყვიტე საუბარი, სიჩუმე ჩამოვარდა. ჯამის დასრულების შემდეგ მისაღებ ოთახში გადავიდნენ. ჩემი შვილი დივანზე იჯდა და ტელეფონს უყურებდა. რძალი კი ბავშვების გვერდით დაჯდა. მე სამზარეულოში შევედი და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. ბევრი ჭურჭელი იყო. თაფა უნდა გამერეცხა რამდენიმე ქვაბი, თეფში და ჩხირები გამომცხვარი, დიდი დრო დამჭირდა. ზურგი თითქოს მიტყდებოდა, მაგრამ რეცხვას ვაგრძელებდი. როდესაც ყველა ჭურჭლის რეცხვა დავასრულე, უკვე 3 საათი იყო გადაცილებული. როცა მისაღებ ოთახში გავედი, ჩემი შვილი წამოდგა და მითხრა, დედა, ახლა უნდა წავიდეთ. სანამ საცობები არ გაფუჭდება. ჩემი რძალიც წამოდგა. დედა, მადლობა ჯამისთვის. ჯანმრთელად იყავი. ბავშვებმაც დამემშვიდობდნენ და ფეხსაცმელი ჩაიცვეს. მე შესასვლელამდე მივყევი და ვუთხარი, კარგი, უსაფრთხოდ იარე. დარწმუნდი, რომ ბავშვები არ გაცივდებიან. გარი დაიხურა. ისევ მარტო დავრჩი. როდესაც მისაღებ ოთახში დავბრუნდი, დივნის ბალიშები აჩეჩილი იყო და მაგიდაზე რამდენიმე ხილის ცედრა დარჩენილი. ალაგებისას გავიფიქრე, როგორ იყო დღეს? კარგი იყო? არა, კარგის ნაცვლად, უბრალოდ დასრულებული მეჩვენა. იყო ერთი უცნაური რამ. ჩემი შვილი და რძალი ცუდები არ იყვნენ. ისინი არ იყვნენ უხეშები ან უზრდელები.
მომიკითხეს, კარგად ჯამეს და წასვლამდე მითხრეს, ჯანმრთელად იყავი. მაგრამ რატომ გრძნობ თავს ასე სიცარიელედ? რატომ გრძნობ თავს ასე მარტოსულად? უცებ მივხვდი, მათთვის დღეს ჩვეულებრივი დღე იყო. დედა საჭმელს ამზადებდა, ჯურჯელს რეცხავდა, ახალი წლის ფულს არიგებდა, ყველაფერი თავისთავად ითვლებოდა. არ იყო საჭირო მადლიერების გამოხატვა, დახმარების ფიქრიც კი. რადგან ყოველთვის ასე იყო. რადგან დედა ასეთია. რა თქმა უნდა, სამ გრძნობამ წამშალა. უხილავი გახადა ყველაფერი, რაც გავაკეთე. გათენებისას ზურგის ტყივილით შოპინგი, მთელი დღე საჭმლის მომზადება, ჭურჭლის რეცხვა, მთელი ეს დრო და ძალისხმევა ჰაერივით ბუნებრივი გახდა. ფსიქოლოგმა სიუზან პინკერმა თქვა, ყველაზე ღრმა ჩრილობები არა ძალადობისგან, არამედ გულგრილობისგან მოდის. არსებობის არაღიარება, ეს ყველაზე მტკივნეული მარტოობაა. იმ დღეს ეს სიტყვები მთელი სხეულით გავიგე. საღამო დადგა, შუქი ჩავაქრე და დავწექი. ჩემი სხეული დაღლილი იყო, მაგრამ გული კიდევ უფრო დაღლილი. ასე იქნება თუ არა შემდეგ დღესასწაულზეც. მომავალ წელს და მის შემდეგ ეს განმეორდება? თუ ასეა, რამდენ ხანს მომიწევს ასე ცხოვრება? სირთულე ჩემს რძალთან. ურთიერთობა ჩემს რძალთან კიდევ უფრო რთული იყო. ჩემს შვილთან შემეძლო გარკვეულწილად კომფორტულად საუბარი. მაგრამ რძალთან ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი ფრთხილი იყო. ვნერვიულობდი, რომ შეიძლება არასწორად ჟღერდეს, ვნერვიულობდი, რომ შეიძლება ჩავერიოდი, ამიტომ ბევრ მომენტში პირი დავხურე. როდესაც ბავშვი გაცივდა, ტელეფონით გავიგე და შეშფოთების გამო ტექსტური შეთხოვინება გავუგზავნე. ბავშვი კარგადაა? საავადმყოფოში წახვედი, ჩემმა რძალმა მიპასუხა, დიახ, წავედით. მითხრეს, რომ კარგადაა. მინდოდა მეტი მეკითხა. სწორად იღებდნენ თუ არა წამალს, ღამით სიცხე ჰქონდა თუ არა, რა საკვებს აძლევდნენ, მაინტერესებდა. მაგრამ მეტი არ მიკითხავს. ვნერვიულობდი, რომ ეს წუწუნივით არ ჟღერდა, რომ ჩემი რძალს თვირთად ეგრძნო თავი. ერთხელ, როდესაც ჩემი შვილის სახლში ვიყავი, მაცივარი გავაღე. გარნირი თითქმის არ იყო. კიმჩი თითქმის აღარ იყო და წვნიანიც არ იყო. გარნირი ხომ არ გაგიკეთო? ფრთხილად ვკითხე. ჩემმა რძალმა გაიღიმა და მითხრა, კარგადაა დედა. კარგად ვჯამთ. ამ სიტყვებით მეტი ვერაფერი წამოვციე. ვერ გავიგე, ჩემი რძალს უჭირდა თუ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უკან დავიხიე. ერთხელ დაბადების დღის ტორტითაც წავედი სტუმრად. შვილიშვილის დაბადების დღე იყო და ჩემმა რძალმა გაკვირვებულმა მითხრა, დედა წინასწარ უნდა გეთქვა. ტორტი უკვე შევუკვეთეთ. ჩემი ტორტი მაცივარში შედოდა დაბადების დღის მაგი და ჩემი რძალს შეკვეთილი ტორტით გაშალეს. იმ საღამოს სახლში დაბრუნებისას გავიფიქრე. შემდეგ ჯერზე ჯერ მე უნდა ვკითხო. უბრალოდ ვერ გამოვალ. ჩემი სიტყვები თანდათან შემცირდა. რძალთან შეხვედრისასაც კი მხოლოდ მოკლე მისალმებები მივეცი, როგორიცაა, გაუფრთხილდი შენს ჯანმრთელობას, ან ძალიან ბევრი იშრომე. ბავშვების განათლებაზე ან საოჯახო საქმეებზე არ ვკითხე. უბრალოდ ვუყურებდი, როგორ აგვარებდა ყველაფერს ჩემი რძალ-რძალი. ხანდახან მინდოდა რაღაცაში დახმარება, მაგრამ თავს ვიკავებდი. იმის შიშით, რომ თუ ჩავერეოდი, ყველაფერი არასასიამოვნო გახდებოდა, იმის შიშით, რომ ვერეოდი, ჩუმად ვიყავი. ამერიკის ოჯახური ურთიერთობების ინსტიტუტმა დედამთილ რძალს შორის ურთიერთობებზე 10 წლიანი კვლევა ჩაატარა. ურთიერთობების დაშორების ყველაზე დიდი მიზეზი კონფლიქტი კი არა, დუმილი იყო. დედამთილების 65 ღიმა განაცხადა, რომ რძლის რეაქციების გამო ყლაპავდნენ იმას, რისი თქმაც სურდათ, ხოლო რძლების 58 ღიმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულები იყვნენ, რადგან დედამთილ რძალი არ გამოხატავდა მათ ნამდვილ გრძნობებს. ეს იყო სტრუქტურა, სადაც ერთმანეთთან სიფრთხილე საბოლოოდ არაფრის თქმამდე მიგვიყვანდა. როდესაც ეს კვლევა ვნახე, გული მწყდებოდა. ასე რომ, ჩემი რძალიც იმედგაცრუებული იყო. მაშინ რატომ ვნერვიულობდი ასე ძალიან მის რეაქციებზე? იქნებ ძალიან ბევრი არასწორად გავიგე. მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დავფიქრდი, საქმე ამაში არ იყო. ჩემს რძალს შეიძლება სურდა, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა, მაგრამ თუ მართლა ვითხოვდი იმას, რასაც ნამდვილად ფიქრობდი, ის თავს არაკომფორტულად იგრძნობდა. გარნირი არ არის, კარგად იქნები? ბავშვი გვიან ღამემდე თამაშობს, ხომ კარგადაა? ეს სიტყვები საბოლოოდ ჩარევას ჰგავდა. ამიტომ კიდევ უფრო შევიკავე თავი სიტყვებისგან. მარტო გადავყლაპე ისინი. მხოლოდ გულში ვნერვიულობდი, მხოლოდ გულში ვწუხდი და თავს ისე ვაკეთებდი. თითქოს გარეგნულად არაფერი მჭირდა. დროთა განმავლობაში, ჩემსა და ჩემს რძალს შორის უხილავი კედელი გაჩნდა.
ერთმანეთთან თავაზიანობას ვინ არჩუნებდით, მაგრამ ჩვენი გულები ერთმანეთს არ უკავშირდებოდა. ყველაზე რთული მარტოობის განცდა იყო. უხერხული იყო ჩემს შვილთან ამაზე საუბარიც. თუ ჩემს რძალს აღძრავდი, ჩემი შვილი აშკარად არაკომფორტულად იგრძნობდა თავს. უხერხული იყო მეგობრებისთვის ამის თქმა. როგორ შემეძლო ხმამაღლა მეთქვა, რომ ჩემი რძალს ვუყურებდი? ამიტომ უბრალოდ გადავყლაპე. გადაყლაპული სიტყვები გროვდებოდა და სანამ გავაცნობიერებდი, მახრჩობდა. ვანგარიშობ, რა მივეცი. ერთ დღეს საბანკო ციგნაკის წესრიგში მოყვანისას გამოვთვალე ფული, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემს შვილს გავუგზავნე. 30 მილიონი ვონი საცხოვრებელი დეპოზიტის დასამატებლად გადასვლისას, 10 მილიონი ვონი მანქანის შეცვლისას, 500,000 ვონი ყოველთვიურად ბავშვების აკადემიის საფასურისთვის, 1 მილიონი ვონი ყოველ არდადეგებზე, პლუს ფული, რომელსაც ის სასწრაფოდ იგზავნიდა. ჯამში თითქმის 70 მილიონი ვონი გამოვიდა. როდესაც ეს რიცხვი დავინახე, გული ჩამწყდა. 70 მილიონი ვონი ჩემი პენსიისთვის იყო განკუთვნილი. ფული, რომელიც ფრთხილად დავზოგე, ფული, რომელიც სიბერისთვის გადავდე. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ჩემი შვილი მეტყოდა, რომ სჭირდებოდა, მე ვაძლევდი. დედა, შეგიძლია დამეხმარო მხოლოდ ამ თვეში, ამ სიტყვებით ვხსნიდი ანგარიშს. საქმე მხოლოდ ფულში არ იყო. დიდ დროსაც ვატარებდი. როდესაც ჩემი შვილი და მისი ცოლი მივლინებაში მიდიოდნენ, მე შვილიშვილებს ვუვლიდი. ერთი კვირა, ზოგჯერ 10 დღე. სკოლაში დავყავდი, საჭმელს ვამზადებდი, საშინაო დავალებებს ვამოწმებდი, საწოლში ვაძინებდი, იგივე რუტინა მეორდებოდა. ზურგი მტკიოდა და ღამით კარგად ვერ ვიძინებდი, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო. ბავშვები საყვარლები იყვნენ და თუ ჩემს შვილს და მის ცოლს კომფორტულად შეეძლოთ მუშაობა, ეს საკმარისი იქნებოდა. მეც ძალიან ბევრს ვიყენებდი. ყოველთვის, როცა ჩემი შვილის ოჯახი გადადიოდა, მე დავდიოდი დალაგებაზე. ვეხმარებოდი ნივთების დალაგებაში, ფარდების ჩამოკიდებაში, სამზარეულოს თაროების გაწმენდაში. კიმჩის დამზადების სეზონზე კიმჩის ვაცხობდი და მათთან მივიტანდი. ერთდროულად 20 თავით, მანქანაში ჩატენილი. ჩემი რძალი მადლობას მეუბნებოდა. მაგრამ სულ ეს იყო. კიმჩის კეთებით 2 ღამის გათენების ისტორია, ზურგის გატეხვის შეგრძნების ისტორია. ამ ისტორიების მოყოლა არ შემიწუხებია. უკან რომ ვიხედები, მათთვის ნამდვილად ბევრი რამ გავაკეთე. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ არც ჩემს შვილს და არც ჩემს რძალს არ ახსოვდათ, რა გავაკეთე. შეიძლება ახსოვდეთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული არ ეგონათ. რადგან ეს ბუნებრივი იყო. მშობლები ასეთები უნდა იყვნენ, ბებიები შვილიშვილებს უნდა უვლიდნენ, დედები ფულს უნდა აძლევდნენ. ალბათ ასე ფიქრობდნენ. ერთხელ ჩემს შვილს ვკითხე, იცი რამდენი დაგეხმარე, ჩემმა შვილმა გაიღიმა და მიპასუხა. დედა, ასეთ რაღაცეებს არ უნდა აკონტროლო. ჩვენ ოჯახი ვართ. ამ სიტყვების გაგონებაზე არაფერი მქონდა სათქმელი. მართალი იყო. ჩვენ ოჯახი ვართ, ამიტომ აკონტროლო საჭირო არ არის, ეს არასწორი არ იყო. მაგრამ რატომ გრძნობ თავს ასე ცარიელად? რატომ გრძნობ თავს ასე მარტოსულად? დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა 1000 ხანდაზმული ადამიანი გამოკითხა. მშობლები, რომლებიც შვილებს დიდ ფინანსურ და დროის მხარდაჭერას უწევდნენ, სინამდვილეში უფრო მეტ მარტოობას გრძნობდნენ. მიზეზი მარტივი იყო. რაც უფრო მეტ დახმარებას სთავაზობდნენ, მით უფრო იზრდებოდა მათი მოლოდინები და როდესაც ეს მოლოდინები არ მართლდებოდა, იმედგაცრუება უფრო დიდი იყო. კვლევითმა ჯგუფმა დაასკვნა, ცალმხრივი დახმარება ურთიერთობებს არ აძლიერებს. პირიქით, ის დისბალანსს ქმნის. ამ სიტყვების წაკითხვისას დიდხანს ვფიქრობდი. უნდა მეღიარებინა, რომ ის, რაც გავაკეთე, ურთიერთობას არ აახლოებდა. პირიქით, დისტანციას ქმნიდა. რაც უფრო მეტს ვაძლევდი, მით უფრო ბუნებრივად იღებდა ჩემი შვილი და ამ ბუნებრიობაში მადლიერება ქრებოდა. მე თანდათან გავხდი ადამიანი, რომელიც უფრო და უფრო მეტს გასცემს და ჩემი შვილი თანდათან გახდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ იღებს. მაგრამ ის, რაც ნამდვილად მაბრაზებდა, არც ფული იყო და არც დრო. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ჩემმა შვილმა ერთხელაც არ მკითხა. დედა, კარგად ხარ? დედა, არ დაიღალე? დედა, როგორ ხარ? ასეთი კითხვების დასმის გარეშე ის უბრალოდ იღებდა. რაც არ უნდა ბევრს ვაძლევდი, ჩემს შვილს ჩემი გული არ აინტერესებდა. კალკულატორი დავხურე. 70 მილიონი ვონი რიცხვზე მძიმე იყო ჩემი გული, რომელიც ამ ნომრის მიღმა იმალებოდა. სიყვარულით გაცემული ფული, დახმარების სურვილით დახარჯული დრო, სიცარიელე, რომელიც ამ ყველაფერს ჰაერივით აქრობდა. 3 თვის შემდეგ ზარი.
შემდეგ ერთ შუადღეს ჩემმა შვილმა დამირეკა. 3 თვე იყო გასული. როგორც კი ტელეფონმა დარეკა, გული ამიჩქარდა. რამე მოხდა? თუ უბრალოდ მაგითხავს. აღელვებულმა გულით ვუპასუხე ტელეფონს. გამარჯობა შვილო, დედა მე ვარ. ახლა დრო გაქვს? კი რა ხდება? ჩემი შვილის ხმა ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის. არც სასწრაფო, არც განსაკუთრებით ბედნიერი. թե მომავალ კვირას ბავშვების შვებულებაა, არა? გვინდა, რომ ისინი ინგლისურ აკადემიაში გავუშვათ და რეგისტრაციის საფასური გვჭირდება. დაახლოებით 1.5 მილიონი ვონი საკმარისი იქნება. შესაძლებელია ეს? იმ მომენტში გონება გამინათდა. ეს არ იყო რეგისტრაცია. ეს არ იყო საზრუნავი. ეს იყო საქმე. საქმე ფულს ეხებოდა. ის ფაქტი, რომ 3 თვის შემდეგ ზარი ფულის გამო მოხდა, წარმოუდგენელი იყო. დედა, აქ ხარ? ისევ მკითხა შვილმა. ძლივს მოვედი გონს და ვუპასუხე. კარგი, გასაგებია. გამოგიგზავნი, გმადლობთ დედა. დაკავებული ვარ, ამიტომ ახლა გავთიშავ. ჯამრთელად იყავით, დააცკაპუნეთ. ზარი დასრულდა. ზარის ხანგრძლივობა 1 წუთზე ნაკლები იყო. დივანზე უბრალოდ ჩამოვჯექი. ხელში ტელეფონი მიკანკალებდა. არა, ხელი მიკანკალებდა. სიბრაზის გარდა დაცლილი ვიყავი. ეს სწორია. ეს ნორმალურია. ზარების ისტორია ისევ გადავფურცლე. ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩემმა შვილმა 5ჯერ დარეკა. ერთმანეთის მიყოლებით გავიხსენე. პირველი ზარი, იჯარის განახლებისას გადახდილი დეპოზიტის შესახებ. მეორე, მანქანის შეკეთების ხარჯებზე. მესამე, ბავშვის საავადმყოფოს ხარჯებზე. მეოთხე, შვებულების ფულზე. მეხუთე, ახლახან აკადემიის გადასახადებზე. ხუთივე შემთხვევა ფულს ეხებოდა. ერთხელაც არ ყოფილა, დედა როგორ ხარ? დედა, ჯამრთელად ხარ? დედა, რით ხარ დაკავებული? არასდროს ყოფილა კითხვა ჩემს კეთილდღეობაზე. ჩემი შვილისთვის მე არ ვიყავი ისეთი ადამიანი, ვისთანაც ცნობის მოყვარეობა შეიძლებოდა. მე ვიყავი ისეთი ადამიანი, ვისაც საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდებოდი. როგორც ბანკომატი. იმ ღამეს ვერ დავიძინე. ჯერს შევხედე და გავიფიქრე, ეს არის სტრუქტურა. ეს არის კანონზომიერება. საქმე იმაში არ არის, რომ ჩემი შვილი ცუდია. ჩვენი ურთიერთობა უკვე ასე გამყარდა. ჩემი შვილი მხოლოდ იმას ითხოვს, რაც სჭირდება, მე ვასრულებ და შემდეგ ისევ წყდება კონტაქტი. ეს გამეორებაა. ჩემი რძალი კიდევ უფრო უარესი იყო. რძლისგან კონტაქტი წელიწადში 2ჯერ ან 3ჯერ მოდიოდა. სადღესასწაულო მილოცვები, დაბადების დღის მილოცვები, სულ ეს იყო. ჩვეულებრივ, ის ისე ცხოვრობდა, თითქოს ჩემი არსებობა არ არსებობდა. ის ჩემი შვილიშვილების ფოტოებსაც კი არ მიგზავნიდა. ზოგჯერ, როდესაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ სურათებს ვხედავდი, ვამჩნევდი, რომ ბავშვები ძალიან გაიზარდნენ. ასეთი რაღაცეების დანახვამ დამანახა. მე მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არ ვარ. ტოკიოს უნივერსიტეტის დაბერების კვლევის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გამახსენდა. გულგრილობა უფრო ღრმა ჭრილობებს ტოვებს, ვიდრე ძალადობა. რადგან ძალადობა ყურადღების დამახინჯებაა, გულგრილობა კი ყურადღების არარსებობაა. არსებობის არაღიარება, ეს არის სიბერეში დეპრესიის ყველაზე დიდი მიზეზი. ისინი მართლები იყვნენ. ჩემი შვილი და რძალი არ მეძალებოდნენ. ისინი უხეშები არ იყვნენ და არასდროს ამბობდნენ რაიმე ბოროტს. ისინი უბრალოდ გულგრილები იყვნენ. მათ არ აინტერესებდათ ჩემი არსებობა. როცა რაღაც სჭირდებოდათ, ჩემზე ფიქრობდნენ და როცა არ სჭირდებოდათ, მივიწყებდნენ. ეს უფრო მტკივნეული იყო. უცებ ასეთი აზრი გამიჩნდა. რა მოხდებოდა თუ პირველი არ დავუკავშირდებოდი? პირველი ჩემი შვილი დარეკავდა? ჩემი რძალი დაინტერესდებოდა? თუ ყველაფერი ასე გააგრძელებდა? მინდოდა ამის დადასტურება. შემეშინდა, მაგრამ მინდოდა მცოდნოდა. როგორი იყო სინამდვილეში ჩვენი ურთიერთობა? რა მოხდებოდა თუ პირველი გავუშვებდი? იმ ღამეს ჩუმად მივიღე გადაწყვეტილება. მოდი, 1 კვირის განმავლობაში ჯერ არ დავუკავშირდებოდი. ჯერ არ დავურეკავდი, ჯერ არ გავუგზავნიდი ტექსტს, უბრალოდ ველოდებოდი. და მოდით დავადასტურო, მართლა მაინტერესებს ჩემი შვილი, თუ მხოლოდ მანამ ცოცხლობს, სანამ რამე დასჭირდება. მეორე დილით, როგორც კი თვალები გავახილე, ტელეფონს დავხედე. ეს ჩვევად იქცა. ყოველ დილით ჩემს შვილს ვწერდი. კარგად გეძინა? ამბობენ, რომ დღეს ცივი ამინდია. ფრთხილად იყავი, არ გაცივდე.
ხელი ავტომატურად ტელეფონზე გადავიდა. როგორც კი შეთხობინებების აპლიკაციის გახსნას ვაპირებდი, გავჩერდი. არა, დღეიდან არა, ვუთხარი ჩემს თავს. ტელეფონი გვერდზე გადავდე. ხელი მიგანკალებდა. უცნაური იყო. მხოლოდ ერთი შეთხობინება არ გამიგზავნია, მაგრამ რატომ ვნერვიულობდი ასე ძალიან? ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე არისო. მაგრამ თავი შევიკავე. მხოლოდ დღეს. ხვალ შემიძლია ისევ გავგზავნო. ასე ვფიქრობდი მეც. პირველი დღე გრძელი იყო. ჭურჭლის რეცხვის დროსაც კი ტელეფონმა შემაწუხა. შოპინგის დროსაც კი ჩემს შვილზე ვფიქრობდი. სადილის შემდეგ ჩვევად მეკცა ტელეფონის აღება. თისადილე, ვაპირებდი გაგზავნას, შემდეგ კი ისევ გვერდზე გადავდე. მკერდში მეჭიმებოდა. ვერ ხვდებოდი, რატომ იყო ეს ასე რთული. საღამო დადგა. ჩემი შვილისგან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ყოველთვის პირველი მე მივდიოდი. მაგრამ ამის ცოდნის მიუხედავად, მაინც ვგრძნობდი სიცარიელეს. საცოდავი ვიყავი იმის იმედით, რომ იქნებ დღეს ჩემი შვილი პირველი დამიკავშირდებოდა. მეორე დღესაც იგივე იყო. ჩემი ხელი გამუდმებით ტელეფონზე მიდიოდა. რა რთული შეიძლება ყოფილიყო ერთი შეთხობინების გაგზავნა, მაგრამ არ გავგზავნე. ერთი კვირით ვიყავი გადაწყვეტილი. მინდოდა ეს დაპირება მაინც შემესრულებინა. მესამე დღეს ცოტა შევეჩვიე. დილით გაღვიძებისას კი ჯერ ტელეფონს არ დავხედე. ამის ნაცვლად ფანჯარა გავაღე და ნიავი ვიგრძენი. ნელა დავლიე ერთი ჩიქა ჩაი. მესიჯების არ გაგზავნამ დილა ცოტა უფრო მოდუნებული გახადა. ეს მომხიბვლელი იყო. სულ რამდენიმე წუთით სხვაობა იყო, მაგრამ დღეს ხვანაირად გამოიყურებოდა. მეოთხე დღეს ნამდვილად მივხვდი, რომ ჩემი შვილისგან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ამიტომ ის ნამდვილად არ მიკავშირდება, როცა საქმე არ არის. ის ნამდვილად არ არის დაინტერესებული ჩემით. თავში ვიცოდი, მაგრამ სინამდვილეში დადასტურება სხვა იყო. გული მტკიოდა. მეხუთე დღეს მეგობარმა დამირეკა. როგორ ხარ? მკითხა მეგობარმა. ერთი წამით ხოხმანობდი და შემდეგ ვუთხარი. გადავწყვიტე ჯერ ჩემს შვილს არ დავკავშირებოდი. გაკვირვებულმა მეგობარმა თქვა, რატომ? რამე მოხდა? არა, მხოლოდ ერთხელ ვცდი. ვნახავ, კონტაქტი მოხდება თუ არა, თუ პირველი არ მივალ. მეგობარმა ამოიოხრა. მეც ვცადე. მაგრამ საბოლოოდ პირველი მე დავუკავშირდი. რას უნდა ველოდოთ ჩვენი შვილებისგან? ჩემი მეგობარი მართალი იყო. რას უნდა ველოდოთ ჩვენი შვილებისგან? მაგრამ არაფერს ველოდი. უბრალოდ მინდოდა დადასტურება. ვცდებოდი თუ არა, იქნებ ჩემი შვილიც ჩემზე ფიქრობდა. მეექვსე დღეს თითქმის ერთი კვირა გავიდა. ჩემი შვილისგან ჯერ კიდევ არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. უცნაურია, რომ შფოთვა მცირდებოდა. სამაგიეროდ დავმშვიდდი. ეს ნამდვილად ჩვენი ურთიერთობაა. თუ პირველი არ მივალ, არაფერი მოხდება. ამ ფაქტს შევეგუე. მეშვიდე დღეს ჩემმა შვილმა დამირეკა. გული ამიჩქარდა. საბოლოოდ ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა. ღელავს გავიფიქრე. განკალებული ხელებით ვუპასუხე ტელეფონს. გამარჯობა, გავიგე შვილის ხმა, დედა, მომავალ კვირას ბავშვებთან ერთად მოგზაურობაში მივდივართ. შეგიძლია შენი მანქანა გვათხოვო? ჩვენი ახლა სარემონტო სახელოსნოშია. იმ მომენტში ყველაფერი გაირკვა. დედა, აქ ხარ? ისევ მკითხა ჩემმა შვილმა. დიდხანს ვიდექი უსიტყვოდ. პირი არ მიღია. მთელი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ დამიკავშირებია და ერთი სიტყვითაც არ უკითხავს. ავად ვიყავი თუ არა ან ჩემზე არ ღელავდა, პირდაპირ საქმეზე გადავედით. მანქანის სესხება მთხოვეს. დედა, ხომ არ შეიძლება? ოდნავ შეშფოთებული ხმით მკითხა ჩემმა შვილმა. ნელა გავაღე პირი. ბოდიში. ამჯერად არ ამგონია შევძლო, მოკლედ ვუთხარი. დიდხანს ახსნა არ მინდოდა. ჩემი შვილი ერთი წამით გაჩუმდა, შემდეგ თქვა, კარგი. მანქანაც გჭირდება, დედა, დიახ. თხույლი იყო. მანქანა არ მჭირდებოდა. მაგრამ ასე ვუპასუხე. ვიყიდე. მაშინ მანქანის დაქირავებას უნდა განვიხილავ. კარგი, დედა, მოგვიანებით დაგიკავშირდები. დაცკაპუნება. ზარი დასრულდა. ზარის ხანგრძლივობა 2 წუთსაც არ შეადგენდა. დივანზე ჩამოვჯექი. ძალა ხელიდან გამივარდა. რა გავაკეთე ახლა ხან? უარი ვუთხარი ჩემს შვილს? სწორი იყო ეს? გული მიცემდა. თავს ცუდ დედად ვგრძნობდი. როცა ჩემს შვილს სჭირდებოდა, არ დავეხმარე.
მაგრამ ამავდროულად უცნაური შეგრძნება ვიგრძენი. რაღაც შვებას ჰგავდა. თითქოს პირველად გამოვხატე ჩემი ნება. თითქოს პირველად ვთქვი უარი. იმ ღამეს ვერ დავიძინე. ველოდებოდი, იმედი მქონდა, რომ ჩემი შვილი ისევ დარეკავდა. იქნებ ეკითხა, დედა, კარგად ხარ? რატომ არ დამიკავშირდი ბოლო დროს, მაგრამ ზარი არ მოსულა. არც შეთხოვინება. არაფერი მომხდარა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. ჩემი შვილი არ დამიკავშირებია. არ ჩანდა განაწყენებული, რომ უარი ვუთხარი, არც ცნობის მოყვარე. უბრალოდ როგორც ჩანდა, რადგან არაფერი სჭირდებოდა, არ მიკავშირდებოდა. ერთი კვირა გავიდა. ორი კვირა გავიდა. ისევ არაფერი მომხდარა. სწორედ მაშინ მივხვდი. ჩემი შვილი არ იყო გაბრაზებული ჩემი უარის გამო. ის უბრალოდ გულგრილი იყო. მას არ შეეძლო მანქანის სესხება, ამიტომ სხვა გზა იპოვა და ამით ყველაფერი დამთავრდა. მას არ აინტერესებდა, რატომ ვუთხარი უარი ან როგორ ვიყავი ბოლო დროს. ეს დუმილი უფრო მტკივნეული იყო. ჩხუბზე მეტად, კამათზე მეტად. რადგან ეს დუმილი გულგრილობის ნიშანი იყო. იქ ვიყავი თუ არა, ჩემი შვილის ცხოვრება განაგრძობდა დინებას. დავეხმარე თუ არა, დიდი განსხვავება არ იყო. მე არჩევითი ვიყავი. არ არის აუცილებელი. ჩემი რძლისგანაც არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არა. ისედაც არასდროს ყოფილა კონტაქტი. მაგრამ ამჯერად სხვანაირად იყო. ფიქრობდი, ხომ არ გაიგო ჩემმა რძალმა ჩემი შვილისგან რამე და შენიშნა. იქნებ ფიქრობდა, რომ დედამთილი ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა. მაგრამ ისევ არაფერი მომხდარა. ორი კვირა გავიდა. ერთი თვე მოახლოვდა. არავინ დამიკავშირდა. როდესაც პირველი არ დავუკავშირდი, ჩვენი ურთიერთობა უბრალოდ გაჩერდა. როგორც საათი, რომელიც გაჩერდა, როგორც წყალი, რომელიც გაიყინა, არაფერი მოძრაობდა. ამ სიჩუმეში მივხვდი. ჩვენი ურთიერთობა იყო სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობდა, როცა მე ვცვლიდი. საუბარი იწყებოდა, როცა ვურეკავდი, მადლობა მომდიოდა, როცა ფულს ვუგზავნიდი, ურთიერთობა შენარჩუნდა, როცა საქმეებს მე ვაგვარებდი. როდესაც გავჩერდი, ყველაფერი გაჩერდა. ეს იყო პასუხი. სევდიანი, მაგრამ ნათელი პასუხი. იმ თვის განმავლობაში ჩემს გულში ორი ემოცია ებრძოდა. ერთი იყო დანაშაულის გრძნობა და მეორე, განთავისუფლების გრძნობა. ეს ორი მონაცვლეობით მატანჯავდა. როდესაც დილით თვალები გავახილე, დანაშაულის გრძნობა პირველ ადგილზე იდგა. ცუდი დედა ვხდები? არასწორი იყო უარის თქმა, როცა ჩემს შვილს დახმარება სჭირდებოდა. რატომ არ დავეხმარე, როცა ვაცხადებდი, რომ ჩემი შვილი მიყვარს? ეს ფიქრები თავში მიტრიალებდა. ხანდახან მინდოდა დამერეკა და მეთქვა, დედას ვწუხვარ. თუ მანქანა დაგჭირდება, მითხარი. მაგრამ როდესაც დღე დადგა, სხვა ემოცია დამეუფლა. უცნაურია, გული მსუბუქად მეგრძნო. ხშირად არ მიწევდა ტელეფონის შემოწმება. არ მიწევდა შვილის რეაქციების ყურება. არ მიწევდა ნერვიულობა იმაზე, თუ რას ფიქრობდა ჩემი რძალი. არავინ არაფერს მთხოვდა და არავისთვის არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ ჩემი დღით ვცხოვრობდი. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემი დრო მთლიანად ჩემი იყო. ადრე ყოველთვის ჩემს შვილზე ვფიქრობდი. რა შეიძლება დასჭირდეს ჩემს შვილს? შვილიშვილები კარგად არიან? ჩემს რძალს რაიმე პრეტენზია აქვს ჩემზე? ასეთი ფიქრები ავსებდა ჩემს დღეებს. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. დილით გავიღვიძე, ფანჯარა გავაღე, ჩაი დავლიე, წიგნები წავიკითხე და ვსეირნობდი. უბრალოდ იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. როდესაც მეგობარს შევხვდი, ეს თემა წამოვწიე. ბოლო დროს ჩემს შვილს აღარ ვუკავშირდები. გაკვირვებულმა მკითხა მეგობარმა, რატომ? ჩხუბობდით? არა, არ გვიჩხუბია. უბრალოდ, პირველი არ მივდივარ. ჩემმა მეგობარმა შეშფოთებული გამომეტყველებით თქვა, რა მოხდება თუ ეს ურთიერთობას უფრო დააშორებს. ერთი წამით ვიფიქრე და შემდეგ ვუპასუხე, ისედაც დაშორებული იყო. უბრალოდ არ ვიცოდი, ამ სიტყვების თქმამ გამამხნევა. ვაღიარე, რომ ჩვენი ურთიერთობა უკვე დაშორებული იყო. რომ უბრალოდ ვიტანჯებოდი. ეს აღიარება ისეთი მტკივნეული არ იყო, როგორც მეგონა. პირიქით, კომფორტული იყო. ღამით ისევ დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. ჩემი შვილის სახე გამახსენდა. მისი პატარაობისას ხელის მაგრად ჩახუტებული სიარულის სურათი. ავადმყოფობისას ჩემს მკლავებში ჩახუტებული სურათი. ასეთი მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა. მაშინ ჩემი შვილისთვის ყველაფერი ვიყავი. როდის დავშორდით ასე?
რა დავაშავე? მაგრამ მალევე მოვედი გონს. არა, მე არაფერი დამიშავებია. ჩემს შვილსაც არაფერი დამიშავებია. დრო უბრალოდ გავიდა, ჩემი შვილი ზრდასრული გახდა. საკუთარი ოჯახი შეიძინა და მე აღარ ვიყავი ჩემი შვილის ცხოვრების ცენტრი. ეს ბუნებრივია, ვუთხარი ჩემს თავს. პრობლემა ის იყო, რომ ამ ფაქტის მიღება არ შემეძლო. ვცდილობდი ცენტრი ვყოფილიყავი, ვცდილობდი საჭირო ვყოფილიყავი და ამ პროცესში საკუთარი თავი დავკარგე. დამავიწყდა ვინ ვიყავი, რა მომწონდა, როგორ მინდოდა ცხოვრება. მხოლოდ დედასავით ცხოვრობდი, მხოლოდ ბებიასავით. ერთ დღეს სარკეში ჩახედვისას შემეშინდა. სარკეში უცნობი დავინახე. დაღლილი, მოხუცი, სევდიანი ჩანდა. ეს ადამიანი მე ვიყავი. როდის დავიწყე ასეთი დაღლილი გამომეტყველება? როდის დავიწყე ასეთი დაბერება? სწორედ მაშინ მივხვდი. საკუთარ თავზე არ ვზრუნავდი. შვილზე ზრუნვისას, შვილიშვილებზე ზრუნვისას, რძლის რეაქციების ყურებისას საკუთარ თავს უგულებელყოფდი. ჩემი ჯანმრთელობა, გული, ბედნიერება, ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. დანაშაულსა და განთავისუფლებას შორის, თანდათან გვერდზე გადავიხარე. განთავისუფლებისკენ. მეშინოდა ცუდი დედა გამხდარიყავი, მაგრამ ამაზე უფრო საშინელი საკუთარი თავის დაკარგვა იყო. სამწუხარო იყო, რომ ჩემი შვილი არ მიყვარდა, მაგრამ ამაზე უფრო სამწუხარო იყო, რომ საკუთარი თავის არ მიყვარს. თვენახევარი გავიდა. ჩემი დღეები ნელ-ნელა შეიცვალა. შეიცვალა ის, რასაც დილით გაღვიძებისას ვაკეთებდი. ადრე ტელეფონს ვამოწმებდი, მაგრამ ახლა ფანჯარა გავაღე. ნიავი ვიგრძენი, ღრმად ჩავისუნთქე და ცას ავხედე. შემდეგ ნელ-ნელა საუზმე მოვამზადე. ჯამაც განსხვავებული იყო. ადრე მარტო ჯამის დროსაც კი ჩემს შვილზე ვფიქრობდი. ჯამდა ჩემი შვილი, შვილიშვილები სკოლაში კარგად მიდიოდნენ, ასეთი ფიქრებით თავი დამიბნელდა. ახლა კი უბრალოდ ვჯამე. გარნირები გავსინჯე, ბრინჯი დავღეჭე და მხოლოდ იმ მომენტზე გავამახვილე ყურადღება. შუა დღისას ვსეირნობდი. ადრეც ვსეირნობდი, მაგრამ ამჯერად სხვანაირად იყო. ადრე სიარულის დროსაც კი ჩემი გონება რთული იყო. ახლა ყურადღებას თავად სიარულზე ვამახვილებდი. ვუყურებდი ხეებს, ვგრძნობდი ქარს, ვუყურებდი გამლელებს. ზოგჯერ 1 საათით პარკის სკამზე ვიჯექი, უბრალოდ იქ ვიყავი. არაფერზე ფიქრის გარეშე. ისევ დავიწყე წიგნების კითხვა. ვიღებდი რომანებს, რომლებიც ბავშვობაში მომწონდა და ვკითხულობდი. ნელა სტრიქონ კითხვისას ვხედავდი წინადადებებს, რომლებიც აქამდე არ მენახა. ხას ვუსვამდი მათ, ჩანაწერებს ვაკეთებდი და ასე ვატარებდი დროს. რადგან არავის ველოდებოდი, ბევრი დრო მქონდა. ასევე, უფრო ხშირად ხვდებოდი მეგობრებს. ადრე შორს ვერ წავიდოდი, ვნერვიულობდი, რომ ჩემი შვილი დამიკავშირდებოდა. მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზე იყო. მეგობრებთან ერთად ჩაის ვსვამდი, ვჯამდი, ვსაუბრობდი. შვილზე არ ვსაუბრობდი. მხოლოდ საკუთარ თავზე ვსაუბრობდი. წიგნზე, რომელსაც ვკითხულობდი, პეიზაჟებზე, რომლებიც სიარულის დროს ვნახე, ასეთ წვრილმანებს ვუზიარებდი. ერთ დღეს მეგობარმა მკითხა: ამ დღეებში შენი სახის გამომეტყველება უკეთესად გამოიყურება. რამე კარგი მოხდა, გავუღიმე და ვუპასუხე, კარგი არაფერი მომხდარა. ცუდი რამ უბრალოდ შემცირდა. ჩემი მეგობარი გაოგნებული ჩანდა, მაგრამ მე მეტი არაფერი აუხსნია. ახსნა ძალიან რთული იყო. მარტოობა ისევ იქ იყო. საღამოს სახლი მშვიდი იყო, ღამით კი მარტოობა ნამდვილად მაღელვებდა. ხანდახან მინდოდა ჩემი შვილის ხმის გაგონება, შვილიშვილების სახეების დანახვა. მაგრამ არ ვურეკავდი. ვსწავლობდი, როგორ გავმკლავებოდი ამ მარტოობას. ვისწავლე, რომ მარტოობა და სიმშვიდე განსხვავებულია. ადრეც მარტოსული ვიყავი. მარტოსული ვიყავი შვილთან საუბრის დროსაც კი, მარტოსული მაშინაც კი, როცა ოჯახი დღესასწაულებზე იკრიბებოდა. რადგან ეს მარტოობა იგნორირების მარტოობა იყო. მაგრამ ახლა მარტოობა სხვა იყო. მარტოსული ვიყავი, მაგრამ არა იგნორირებული. ყოველ შემთხვევაში პატივს ვცემდი საკუთარ თავს. დღიურის წერა დავიწყე. ამოვიღე დიდი ხნის წინ ნაყიდი რვეული და დღეში ერთ გვერდს ვავსებდი. განსაკუთრებული არაფერი იყო. რას ვჯამდი დღეს, სად წავედი, რას ვფიქრობდი, უბრალოდ ვიწერდი. წერა თითქოს ჩემს გულს აწესრიგებდა. ერთ დღეს დღიურის გადაფურცვლისას წავიკითხე ის, რაც ერთი თვის წინ დავწერე. მინდა ჩემს შვილთან დაკავშირება. მაგრამ თავი უნდა შევიკავო. პირველი მე არ უნდა ვიყო, ასე ეწერა. მაგრამ ახლა ეს გრძნობა თითქმის გაქრა.
მასთან დაკავშირების სურვილის ნაცვლად უფრო მნიშვნელოვანი გახდა მხოლოდ ჩემი დღის ცხოვრება. რაც შეიცვალა, არა მხოლოდ ჩემი რუტინა. ჩემი გულიც შეიცვალა. არ მძულდა ჩემი შვილი. არ ვბრაზობდი ჩემს რძალზე. უბრალოდ დისტანცია შევქმენი. ემოციური დისტანცია. ადრე ჩემი შვილი ჩემი ემოციების ცენტრი იყო. ახლა მე გავხდი ჩემი ემოციების ცენტრი. არ დავკნინებულ ვარ. უფრო ძლიერი ვიყავი, ვიდრე მეგონა. შემეძლო ჩემი დღეების გატარება ჩემი შვილის გარეშე, შემეძლო კონტაქტის გარეშე გაძლება. ეს აღმოჩენა გასაკვირი იყო. უფრო ძლიერი ადამიანი ვიყავი, ვიდრე მეგონა. დაახლოებით 2 თვის შემდეგ ჩემმა შვილმა დამირეკა. მეგონა ისევ საქმიანი იქნებოდა. შვიდად ვუპასუხე ტელეფონს. გამარჯობა. ჩემი ხმა მშვიდი იყო. არა ის ბედნიერი ხმა, რაც ადრე მქონდა. დედა, მე ვარ. ჩემი შვილის ხმაც ცოტა განსხვავებული იყო. ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილი. როგორ ხარ? ამ კითხვაზე ხელი გამიჩერდა. საქმე არ იყო. რეგისტრაცია იყო. 2 თვის განმავლობაში პირველად გავიგე რეგისტრაციის მოგითხვა. კი, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? მოკლედ ვუპასუხე. ბევრის თქმა არ მინდოდა. მეც კარგად ვარ. მაგრამ დედა ბოლო დროს არანაირი კონტაქტი არ მქონია, ამიტომ ვიფიქრე, იქნებ სადმე ავადიყავი, თქვა ჩემმა შვილმა. ერთი წამით დავფიქრდი. ჩემი შვილი ახლა ღელავს? თუ უბრალოდ ადასტურებს? არა, ავად არ ვარ. უბრალოდ დაკავებული ვიყავი. ეს თხუილი იყო. დაკავებული არ ვიყავი. მაგრამ არ მინდოდა ნამდვილი მიზეზის თქმა. ოჰ, კარგი. ეს შვებაა. უცნაურად ვგრძნობდი თავს, რომ დედა არ მიკავშირდებოდა, თქვა ჩემმა შვილმა. სიტყვა უცნაური მწარედ ჟღერდა. ბუნებრივი იყო, რომ პირველმა დავკავშირებოდი. ამიტომ უცნაური იყო, როცა არ მიკავშირდებოდა. სწორედ ეს იყო. კარგი, გასაგებია. ჯანმრთელად იყავი. ზარის დასრულებას ვაპირებდი, როდესაც ჩემმა შვილმა მკითხა. დედა, შემდეგ კვირას დრო გაქვს? გინდა ჩვენს სახლში მოხვიდე? ბავშვები ამბობენ, რომ ბებია ენატრებად. ეს მოწვევა იყო. ეს პირველი შემთხვევა იყო. ყოველთვის პირველს ვეკითხებოდი, შემიძლია სტუმრად მოსვლა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემმა შვილმა პირველი დამპატიჟა დავიფიქრებ. მაშინვე არ ვუპასუხე. ადრე მაშინვე ვითხოვდი, კი, მოვალ. მაგრამ ახლა სხვა სიტუაცია იყო. მეც მქონდა არჩევანი. კარგი, გასაგებია. მაშინ დაველოდები შენს კონტაქტს. დედა, ჯანმრთელად იყავი. ზარი დასრულდა. ტელეფონი დავდე და გავიფიქრე. რას ნიშნავს ეს? შეიცვალა ჩემი შვილი? თუ ეს მხოლოდ დროებითია. დარწმუნებული არ ვიყავი. მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო. ძველი მე რომ ყოფილიყავი, ამ ერთი ზარით ისე გამიხარდებოდა, რომ არ ვიცოდი რა მექნა. მაგრამ ახლა მშვიდად ვიყავი. რამდენიმე დღის შემდეგ რძალმა მომწერა. დედა, კვირას შეგიძლია მოხვიდე? ბავშვებს ბებია ენატრებად. ეს მოკლე, მაგრამ თავაზიანი შეთხოვინება იყო. ესეც პირველი შემთხვევა იყო. რძალმა პირველი მომწერა. დაახლოებით 1 დღე ვფიქრობდი ამაზე. წავიდე თუ არა? თუ წავალ, ყველაფერი ძველებურად დაბრუნდება. ისევ პირველ რიგში მომწერ, ისევ საქმეებზე ვიზრუნებ, ისევ რეაქციებს დავაკვირდები. შემეშინდა. მაგრამ ამავდროულად ცნობის მოყვარეობა გამიჩნდა. მართლა შეიცვალა რამე? ბოლოს და ბოლოს პასუხი გავუგზავნე. კვირას სადილზე მოვალ. მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი. ამჯერად სხვანაირად იქნება. ჯერ საქმეებს არ მივხედავ. ჯერ არ ვთხოვ. უბრალოდ მოწვეული სტუმარივით წავალ. საჭიროზე მეც არ ვეცდები. კვირა დღე მოახლოვდა. გამთენიისას საჭმელი აღარ მომიმზადებია, როგორც ადრე. მხოლოდ 1-5 ხილი ვიღიდე. არც ახალი წლის ფული მომიმზადებია. ეს არ იყო დღესასწაული. კომფორტული ტანსაცმელი მეცვა. არ ვნერვიულობდი სხვადასხვა რამეზე და არ ვცდილობდი ჩემი რძლის რეაქციების დაკვირვებას. რაც შეიცვალა ჩემი შვილი არ იყო. ეს მე ვიყავი. ჩემი შვილი შეიძლება ცოტათი შეცვლილიყო, მაგრამ რაც ნამდვილად შეიცვალა, ჩემი დამოკიდებულება იყო. ახლა არაფერს ველოდი. არაფრის იმედი არ მქონდა. უბრალოდ ვაკვირდებოდი. ეს დისტანცია ჩემთვის კომფორტული იყო. კვირას ჩემი შვილის სახლში წავედი. შვილიშვილებმა თბილად მომიკითხეს და ჩემმა რძალმაც გამიღიმა და მომესალმა. დედა, აქ ხარ?
შემოდი. ადრე ჯერ მე ვკითხავდი, რამეში შემიძლია დახმარება, მაგრამ ამჯერად უბრალოდ მისაღებ ოთახში ვიჯექი. მოწვეული სტუმარივით. სადილის დროს ჩემმა შვილმა მკითხა. დედა, რას აკეთებდი ამ დღეებში? ეს ჩვეულებრივი კითხვა იყო, მაგრამ ჩემთვის უცხოდ მეჩვენა. არ მახსოვდა ბოლოს როდის დაინტერესდა ჩემი შვილი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით. სეირნობა, წიგნების კითხვა, მეგობრებთან შეხვედრა. მოკლედ ვუპასუხე. ისე ვრცლად აღარ ავხსენი, როგორც ადრე. ვახშმის შემდეგ ჩემმა რძალმა ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. ადრე მე ვხდებოდი და ვეთხოვდი, მე გავაკეთებ. მაგრამ ამჯერად უბრალოდ ვიჯექი. ჩემი შვილი ადგა და რძალს დაეხმარა. ამის დანახვაზე გავიფიქრე. არ არის საჭირო ამის გაკეთება. ისინი კარგად გრძნობენ თავს ერთად. დაახლოებით დღის 2 საათზე სახლში წავედი. ადრე საღამომდე ვრჩებოდი და ამას და იმას მივხედავდი. მაგრამ ამჯერად შესაფერის დროს ავდექი. ახლა წავალ. ჩემი შვილი ცოტა იმედგაცრუებული ჩანდა. უკვე ცოტა ხანს დარჩი. მაგრამ გავუღიმე და ვუთხარი. არა, სახლში საქმეები მაქვს. დღეს კარგად გავერთე. როდესაც სახლში დავბრუნდი და დივანზე ჩამოვჯექი, გული კომფორტულად მეგრძნო. არც სიცარიელეს ვგრძნობდი, არც მარტოობას. უბრალოდ სიმშვიდეს ვგრძნობდი. დღევანდელი შეხვედრა კარგი იყო, რადგან თავი არ დამიკარგავს. საჭიროზე მეტად არ ვეცადე, რეაქციებს არ ვაკვირდებოდი, არაფერს ველოდი. ამიტომ არც დავშავებულ ვარ. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი შვილისგან შეთხობინება მივიღე. დედა, მადლობა კვირას მოსვლისთვის. ბავშვებს ძალიან მოეწონათ. მოკლე შეთხობინება იყო, მაგრამ ისეთი, რაც აქამდე არ მქონია. სიტყვებით, მადლობა. შვიდად გავუგზავნე პასუხი. დიახ, მეც მომეწონა. ახლა ვიცი. არველი, რომ ჩემი შვილი მთლიანად შეიცვლება. არ მაქვს იმედი, რომ ჩემი რძალი მოულოდნელად დაიწყებს ჩემზე ზრუნვას. არ ამგონია, ურთიერთობა ისეთი მჭიდრო გახდეს, როგორც ადრე. მაგრამ არა უშავს. იმიტომ, რომ შევიცვალე. აღარ ვარ ჩემს შვილზე მიჯაჭვული. აღარ ვნერვიულობ, როცა პირველი არ ვუჭერ მხარს. არა უშავს, როცა ხშირად არ ხვდებით ერთმანეთს. არ მაქვს იმედი, რომ სარგებელს იმის პროპორციულად მივიღებ, რასაც გავცემ. როცა ვეხმარები, მხოლოდ მაშინ ვეხმარები, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს. როცა უარს ვამბობ სინანულის გარეშე. მარტოობა ისევ არსებობს. როცა საღამოს მარტო ვჭამ, როცა ღამით ძილის წინ ვწვევი, უცებ მგონია, რომ მარტო ვარ. მაგრამ ამ მარტოობაშიც კი არ ვარდები. რადგან ეს მარტოობა იგნორირებისგან არ მომდინარეობს. ეს უბრალოდ მარტოობისგან გამოწვეული მარტოობაა. გერმანელმა ფილოსოფოსმა შოპენჰაუერმა თქვა: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს არ სცემს პატივს, სხვების მიერ ვერ იქნება პატივისცემით აღიარებული. ახლა მესმის ეს სიტყვები. როდესაც მე საკუთარ თავს არ ვცემდი პატივს, ჩემი შვილიც არ მცემდა პატივს. როდესაც თავს უმნიშვნელოდ ვეპყრობოდი, ჩემი შვილი თავისთავად მიმაჩნდა. ახლა საკუთარ თავს პატივს ვცემ. ვაფასებ ჩემს დროს, ჩემს გრძნობებს ფასდაუდებლად ვეპყრობი და ღირსეულად ვცხოვრობ. მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ ყველაფერს არ ვაძლევ. შვილიშვილები საყვარლები არიან, მაგრამ სიცოცხლეს არ ვწირავ. ხანდახან ვეკითხები ჩემს თავს, ბედნიერი ვარ? ბოლომდე ბედნიერი არ ვარ. მაგრამ არც უბედური ვარ. ყოველ შემთხვევაში ღირსება შევინარჩუნე. ყოველ შემთხვევაში თავი არ დამიკარგავს. მხოლოდ ეს საკმარისია. დღესაც ფანჯარას ვაღებ და ნიავს ვგრძნობ. ჩაის ვსვამ, წიგნებს ვკითხულობ და ვსეირნობ. ჩემს შვილზე ვფიქრობ, მაგრამ ჩემს შვილს არ ველოდები. მარტოსული ვარ, მაგრამ არ ვარდები. მარტო ვარ, მაგრამ პატივს მცემენ. ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავისგან. ეს არის პასუხი, რომელიც ვიპოვე. გზა, რომ დავიცვა თავი შვილების სიძულვილის გარეშე. გზა, რომ შევინარჩუნო დისტანცია ურთიერთობის გაწყვეტის გარეშე. გზა, რომ გიყვარდეს, მაგრამ არ იყო დამოკიდებული. გზა, რომ არ ხოხმანობდე მარტოობაშიც კი. შესაძლოა, მათ შორის, ვინც ახლა ამ ამბავს უსმენს, არიან ისეთებიც, ვისაც მსგავსი გრძნობები აქვს. ისინი, ვინც პირველ რიგში შვილებს მიმართავს, ჯერ საქმეებს აგვარებს, ჯერ ღელავს, მაგრამ უკან მხოლოდ დუმილი ბრუნდება. თქვენს ყლაპავთ იმას, რისი თქმაც გსურთ, როდესაც თქვენი რძლის, თქვენი სიძის რეაქციებს უყურებთ. მინდა გითხრათ, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ. თქვენ უბრალოდ გიყვარდათ. თქვენ უბრალოდ დახმარება გინდოდათ.
თქვენ უბრალოდ კარგი მშობელი გინდოდათ ყოფილიყავით. მაგრამ ეს სიყვარული არ უნდა გახდეს საკუთარი თავის წაშლის მიზეზი. გიყვარდეთ თქვენი შვილები, მაგრამ არ დაკარგოთ საკუთარი თავი. დაეხმარეთ, მაგრამ არ გასწიროთ თავი. დაელოდეთ, მაგრამ არ დაიშალოთ. აღიარეთ მარტოობა, მაგრამ შეინარჩუნეთ ღირსება. ვინმეს დედამდე და ბებიამდე ადამიანი ხარ. ადამიანი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. თუ პირველ რიგში არ მიაღწევ დახმარებას, ეს ცუდ მშობლად არ გაქცევს. უარის თქმა სიყვარულს არ აქრობს. დისტანციის შექმნა ურთიერთობას არ ამთავრებს. პირიქით, ეს დისტანცია დაგიცავთ. ამ დისტანციაში შეგიძლიათ საკუთარი თავის პოვნა. ცვლილებები ნელ-ნელა მოდის. შესაძლოა, თქვენი შვილები არ შეიცვალონ. მაგრამ ეს არაუშავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენ შეიცვალოთ. რომ არ დაინგრეს. რომ თქვენი ღირსება შეინარჩუნოთ. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელმა ისტორიამ თქვენს გულს მცირეოდენი ნუგეში მოუტანა. თუ თქვენს გაქვთ მსგავსი გამოცდილება ან ახლა განიცდით ამ წუხილს, გთხოვთ გაგვიზიაროთ კომენტარებში. თქვენ მარტო არ ხართ. ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმავე გულით.